ეს არის წიგნი, რომელიც დაწერა ჩემმა პერსონაჟმა. მინდოდა მეცა და დამეწერა ისე, როგორც არ დამიწერია აქამდე არასდროს. მაგალითად ყოფილიყო ბევრი მესამე პირი. ყოფილიყო სხვა ადამიანის სახელით, სხვა მოგონილი სახელით, ბებიაჩემის სახელსაც ვფიქრობდი, მათ შორის მშვენიერი სახელი ჰქონდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თქვა, გვეჩვენებინა საზოგადოება, რომელიც არის მკვლელი და რაღაცა წყობა. შემთხვევაში პატრიარქატი, ხო, რომელიც კლავს ქალს. არავის არ ვასპოილებ. დასაწყისშივე არის, რომ იპოვიან მაგნოლიების პარკში მოკლულ გოგოს. ეს არ არის მარტო ერთი აქტი. მოქმედება წიგნში ხდება 2016 წელს და ეს ამბავი ვითარდება აფხაზეთის ერთ პატარა ქალაქში, რომელიც არ არის დასახელებული. ანუ ასეთი ქალაქი არ არსებობს. უბრალოდ რაღაცა ჰიბრიდია მთელი დასავლეთ საქართველოს, ბათუმის, ფოთის, ასე შემდეგ სანაპიროების და მე თვითონ ფოთელი ვარ და ეს სწორი ქუჩები ფოთიდან მოდის. თქვენ ნახავთ წიგნში, რომ არც ქართული პოლიცია ისეთი როგორც ამ წიგნშია. მაგნოლია მე ძალიან მიყვარს. სიმყრალეში გადამავალი რო აქვს ძაფრი ძალიან სუნი და ასე შემდეგ, მაგრამ ბევრი რამე უკავშირდება ამ ხეს და განსაკუთრებით ის რომ ძალიან ბუტაფორიულია. ყვავილები გონია რომ არ არის ნამდვილი რო უყურებ. თან ლამაზია, თან ჟღერს და სახელი უნდა ჟღერდეს. გეგმა არის რომ შემდეგი წიგნი უნდა გამოვიდეს დაახლოებით ნოემბრის ბოლოს. მარტო აღარ წერ მეორე წიგნს, თან ავტორი მყავს, რომელსაც ჯერ ვმალავთ. თან ავტორი ქალია, სათაურის გამხელა შემიძლია, ყვავილების ქვეყანა ერქმევა მეორე წიგნს. სერიალის ხალხს ვეტყვი, რომ დიალოგებით მაგიტომაც არის დაწერილი. ძალიან იოლად სცენარად გადაკეთდება. ძალიან იოლად გადაკეთდება სცენარად, რომ არ ვისაც არ წაუკითხავს ჯერ ეს წიგნი. უკეთეს რას აკეთებით ვერ გავიგე. ამ ზაფხულს, მაგრამ ჯერ კიდევ წინ არის მთელი ზაფხული, ასე რომ თამამად შეგიძლიათ გამოასწოროთ.